ირანის ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი ერთადერთი რამაა, რაც რეჟიმს ოპერაცია Epic Fury-ის დროს განადგურების განიცავს. მაგრამ ეხლა ირანის მარწუხები ინგრევა. AH-64 აპაჩის ვერტმფრენები ჰორმუზის სრუტეში სასტიკ სამაგიეროს უხდიან ირანის რეჟიმს მისი ქმედებების გამო. ირანი ისე ძლიერად დაარტყეს, რომ ეგონა არმაგედონი დაიწყო და ეს აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო ვერტმფრენის დამსახურება. 22 მარტს Army Recognition-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ ჰორმუზის სრუტეში ირანული საფრთხეების წინააღმდეგ აპაჩის ვერტმფრენები და კიდევ ერთი საჰაერო საშუალება განათავსა. დარტყმები მოხდა სანაპირო ზოლზე და სრუტეში. ეს საბრძოლო ვერტმფრენები ირანის სამხრეთ სანაპიროზე იმოქმედებენ, სადაც აშშ-ს თითქმის სრული საჰაერო უპირატესობა აქვს და ზუსტი დარტყმების მიყენებას შეძლებენ ირანის სამხედრო და საზღვაო ობიექტებზე კონტროლირებად საჰაერო გარემოში. ეს აშშ-ს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მიუთითებს პოზიციის შეცვლაზე, რადგან ამერიკა ცდილობს ჰორმუზის სრუტის დაცვას და ათეულობით სავაჭრო გემის უსაფრთხო გადაადგილებას. აპაჩიში აშშ-ს საჰაერო ძალა ძლიერ ცეცხლის ძალას უზრუნველყოფს. სენსორიანი აპაჩი ადრეული გაფრთხილების სისტემად გამოდგება ამერიკის საჰაერო ძალებისთვის, რადგან დრონების, სწრაფი ნავებისა და სხვა ობიექტების აღმოჩენა სრუტეში შეუძლია. აპაჩის ამ საფრთხეებთან ბრძოლისთვის დახმარება არ ჭირდება. მისი Hellfire-ის რაკეტები სწრაფი და ძლიერია, იდეალურია ირანის მცირე ნავების წინააღმდეგ სრუტეში. ამას დაუმატეთ მაქსიმალური სიჩქარე 170 მილი/საათში, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დაეწიოს ირანის მიერ სრუტეში სავაჭრო გემების წინააღმდეგ გამოშვებულ ყველაზე სწრაფ ნავებსაც კი და მიიღებთ ვერტმფრენს, რომელსაც შეუძლია საფრთხეების აღმოჩენა, სწრაფი რეაგირება და თითქმის ყველაფრის განადგურება, რაც მის გზაზე შეხვდება. დავაპირებთ გაახილვას, რატომ არიან ირანის სწრაფი ნავები ჰორმუზის სრუტეში დიდი პრობლემა. მანამდე კიდევ გვაქვს ის, რასაც აპაჩი ბრძოლაში იყენებს და რისი განხილვაც გჭირდება. ეს ვერტმფრენები 1980-იანი წლებიდან ამერიკის, ისრაელის, ნიდერლანდების და იაპონიის სამხედრო ძალებში გამოიყენება. ისინი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მრავალხრივ საბრძოლო ვერტმფრენად ითვლებიან. გარდა Hellfire-ის რაკეტების, რომლებიც უკვე ვახსენეთ, თითოეულ აპაჩის აქვს 30 მმ-იანი M-20 ჯაჭვური ქვემეხი, რომელიც ფიუზელაჟის ქვეშ არის დამონტაჟებული. 620 გასროლა წუთის როლის სიჩქარით ეს ქვემეხი სწრაფად ანადგურებს ნავებსა და დრონებს. აპაჩის თითოეულს კი 1200 ვაზნა აქვს მრავლსამიზნეზე სროლისთვის. ერთი წამში სროლისას 10 ვაზნა ისვრის. ეს სრულად ეყოფა იმ საფრთხეების მოსაგვარებლად, რასაც აპაჩი ჰორმუზის სრუტეში შეხვდება. აშშ-ს ასევე აქვს სხვა ვარიანტებიც თავისი საბრძოლო ვერტმფრენისთვის, Hellfire-ის რაკეტებების გარდა. აპაჩიზე შესაძლებელია Stingeris, AIM-9 Sidewinderis, Sidearmის-ა და Mistral-ის რაკეტების დატვირთვა, რაც აძლევს საჰაერო სამიზნეებთან საბრძოლველ ცეცხლის ძალას და გამოიყენებს თუ ირანი თავის საჰაერო ძალებს აშშ-ს წინააღმდეგ გამოიყენებს. აპაჩის აქვს ელექტრონული ომის კომპლექტი რადიო ჩამხშობებითა და ინფრაწითელი საწინააღმდეგო საშუალებებით და ჩარევის მოწყობილობებით. ამით ირანული ძალები ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო საფრთხეშია, თუნდაც აპაჩი ძირითად იარაღს არ ეტენებდეს. ამით ირანის მდგომარეობა მძიმდება. აპაჩის შეუძლია რაკეტების დარება ასაფეთქებელი მასალის გარეშე. უცნაურად ჟღერს იმის თქმა, რომ ეს ამერიკული ვერტმფრენისთვის უპირატესობაა. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ აპაჩის შეუძლია გაუშვას რაკეტები, რომლებიც მხოლოდ კინეტიკური ენერგიითაც კი შეძლებენ მიზნის განადგურებას. ეხლა წარმოიდგინეთ ერთ-ერთი იარაღი, რომელსაც ირანი იყენებს ჰორმუზის სრუტეში და რომელიც შეიძლება იდეალური სამიზნე იყოს ასეთი ტიპის რაკეტებისთვის. შაჰიდის დრონები ყოველდღე დაფრინავენ და ასეთი ტიპის რაკეტით აპაჩის შეუძლია პოტენციურად გაანადგუროს ეს დრონები ძვირადღირებული ასაფეთქებელი მასალის ხარჯვის გარეშე. რაკეტას მხოლოდ მიზანში მოხვედრა სჭირდება, დანარჩენს კინეტიკური ენერგია აკეთებს. აპაჩის ასევე შეუძლია საჭიროებისას ძალიან დაბლა, მიწასთან ან ზღვის ზედაპირთან ახლოს იფრინოს. ასე რომ თუ აშშ-ს სჭირდება ვერტმფრენი, რომელსაც შეუძლია თითქმის პირისპირ შეხვდეს ირანის სწრაფ ნავებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეშია განლაგებული, მან თავის თავს იდეალური ვარიანტი მისცა. დავჭეთ ამ ნავებთან ერთი ძამით. აპაჩი ჰორმუზის სრუტეშია განლაგებული ძირითადად ირანის სწრაფ ნავებთან გასამკლავებლად. სხვა მიზეზებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. Wall Street Journal-ის ცნობით, 19 მარტს აპაჩი ვერტმფრენების გამოყენება ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ახალი კამპანიის დაწყებას ნიშნავს. მას შემდეგ, რაც ირანმა ოპერაცია ეპიკური რისხვის შემდეგ ეს წყლის გზა ძირითადად დაბლოკა. გაძლიერებული ოპერაცია პენტაგონის მრავალეტაპიანი გეგმის ნაწილია, რომლის მიზანია ირანულ ნავებიდან, ნაღმებიდან და ფრთოსანი რაკეტებიდან მომდინარე საფრთხის შემცირება, რომლებმაც მარტის დასაწყისიდან წყლის გზაზე გემების მოძრაობა შეაჩერეს. თუ საფრთხე შემცირდება, აშშ-მ შესაძლოა სამხედრო გემების სრუტეში გაგზავნოს და ხომალდები პარსის ყურეში გააცილოს, იტყობინება გამოცემა. და სწორედ ის შეიარაღებული ნავებია, რომელსაც ჟურნალი ახსენებს, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე, რაზეც აშშ-ის აპაჩები ამახვილებენ ყურადღებას. რატომ?
ხოლოდ უნდა გავიგოთ ირანი როგორ იყენებს ამ ნავებს და რა პრობლემებს ქმნიან ისინი ჰორმუზის სრუტეში სხვა ირანულ რესურსებთან ერთად. 13 მარტის სტატიაში Times-მა ახსნა როგორ მუშაობს ირანის საზღვაო ტაქტიკა და რატომ არის ის ასეთი ეფექტური ჰორმუზის სრუტეში. ირანი არ იცავს საზღვაო ომის წესებს. დიახ, მას ჰყავს სამხედრო გემები, ან ჰყავდა სამხედრო გემები. აშშ-ში კარგად ართმევს თავს ამ დიდი გემების განეიტრალებას, რადგან გავრცელებული ინფორმაციით მარტის შუა რიცხვებამდე ირანის საზღვაო ფლოტის დაახლოებით 60 ხომალდი ჩაძირა. თუმცა ირანის სამხედრო გემები მისი საზღვაო ძალის მთავარი საყრდენი არ არის. მთავარი სწორედ სწრაფი ნავებია და ამას ვხედავთ ჰორმუზის სრუტეში. ეს სწრაფი ნავები დატვირთული ასაფეთქებლებით ან შეიარაღებით ამერიკულ სამხედრო გემებს ვერ უპირისპირდებიან, რადგან ამისთვის არ არიან შექმნილი. სწრაფი ნავები სწრაფად უახლოვდებიან დიდ საკონტეინერო და სატვირთო გემებს ჰორმუზის სრუტეში. როგორც კი მიახტევენ მიზანს, ისინი უშვებენ ცეცხლს გემებზე, რომლებსაც არ აქვთ თავდაცვა. შემდეგ კი სწრაფად ტოვებენ ადგილს და ისევ იმალებიან. ასიმეტრიული სტრატეგია, რომელსაც ქვეყანა იყენებს, როცა აშშ-ს საზღვაო ძალას ვერ უპირისპირდება. ირანს შეუძლია სწრაფად დააზიანოს გემები, რომლებიც ომში არ მონაწილეობენ. ირანს შეუძლია ამ ნავების გამოყენება სხვა მიზნებისთვისაც, როგორც ყოფილმა სამეფო საზღვაო ძალების თეორმა ქევინ როულანდმა უთხრა Times. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია იყენებს ნავის დრონებს, ზოგ შემთხვევაში ჯეტსკებს და ნაღმებს არაპროპორციული ეფექტისთვის. როულანდის თქმით, ნაღმების დასაგებად საბრძოლო ხომალდი საჭირო არაა. ეს ჩვეულებრივ ნავსაც შეუძლია. ნაღმის ტიპზეა დამოკიდებული. აქ აშშ-ს ისეთი საზღვაო ძალა უპირისპირდება, როგორიც რუსეთთან ან ჩინეთთან ბრძოლაში არ იქნებოდა, ამბობს როულანდი. ამ ქვეყნებს აშშ-სთან საბრძოლო ხომალდებით დაპირისპირება სურთ. ირანი კი სწრაფი ნავებით ჰორმუზის სრუტეში ქაოსს ქმნის. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ სავაჭრო გემებზე თავდასხმა ხდება. ავსტრალიის ABC News-ის ცნობით, ირანმა 28 თებერვლიდან ოპერაცია Epic Fury დაწყების შემდეგ სულ მცირე 20 სავაჭრო გემს დაარტყა. ფიზიკურ დონეზე ეს არის დარტყმები, რომლებსაც ირანი იყენებს იმის საჩვენებლად, რომ აშშ ვერ იცავს გემებს, რომლებიც ცდილობენ ჰორმუზის სრუტეში გავლას, რაც ფაქტობრივად ქმნის იმ ბლოკადას, რომელიც ადრე ვახსენეთ. და სწორედ ეს ბლოკადაა ნამდვილი პრობლემა, სულ მცირე აშშ-ისთვის. ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი საზღვაო გზაა. სპარსეთის ყურე არაბეთის ზღვას უკავშირდება და მას ნავთობისა და გაზის ტანკერები იყენებენ ირანიდან, ერაყიდან, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პროდუქციის გასატანად. ნავთობისა და გაზის მომხმარებლები ტანკერებს ამ სრუტით ამ ქვეყნებში აგზავნიან. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ სოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20% და დაახლოებით იგივე რაოდენობის თხევადი ბუნებრივი გაზი გადის ამ ერთ წყლის გზაზე, რომლის ყველაზე ვიწრო წერტილში სიგანე მხოლოდ 23 კილომეტრი, ანუ 20,5 მილია. ეს საკმაოდ მოკლე მანძილია ირანის სწრაფი ნავებისა და დრონებისთვის გადასაფარად. მაშინაც კი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ირანის კონტროლმა ჰორმუზის სრუტეზე პრობლემი გამოიწვიოს, რომლებიც აშშ-სა და მის თავდაცვის ინდუსტრიასაც შეეხოს, რადგან თანამედროვე იარაღში გამოყენებული კრიტიკული მინერალებიც ამ წყლის გზით გადის. მალე აგიხსნით, რატო არის აპაჩი ჰორმუზის სრუტის ირანის ბლოკადის იდეალური გამოსავალი. მაგრამ ჯერ ერთი პატარა შენიშვნა. თუ ასეთი ანალიზი გსურთ იხილოთ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასევშლით ყველაფერს დეტალურად. უბრუნდებით ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში შექმნილ პრობლემებს. ირანი იყენებს ასიმეტრიულ საფრთხეს, რათა დაუპირისპირდეს აშშ-ის საჰაერო დაბომბას Operation Epic Fury დროს. ირანს არ შეუძლია პირდაპირ ბრძოლა აშშ-სთან, მაგრამ შეუძლია სწრაფი ნავებისა და დრონების გაგზავნა, რომლებსაც ამერიკის გემები და მისი თვითფრინავების უმეტესობა ვერ უმკლავდებიან. აპაჩები ჰორმუზის სრუტეზე დაფრინავენ. აშშ-ს ყავს სენსორებით აღჭურვილი თვითფრინავი, რომელსაც შეუძლია სწრაფი ნავების დანახვა, დაჩქარება და მათი ჩაძირვა ან იმპროვიზირებული პორტების განადგურება, საიდანაც ნავები სრუტეში შედიან. ეს მრავალმხრივი პასუხია ასიმეტრიულ საფრთხეზე. ირანის დრონები, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში რეჟიმის კიდევ ერთი დიდი საფრთხეა, იოლად ვერ გადარჩებიან. ის სენსორები, რომლებიც ნავებს აფიქსირებენ, ირანის შაჰიდის დრონებსაც აგვერდებიან ფრენისას. უკვე ვახსენეთ, რომ აპაჩი იმდენად დაბლა შეუძლია ფრენა, რომ ამ რელიეფზე მინდევარი დრონების წინააღმდეგ ეფექტურია და მას საკმაიზე მეტი საშუალება აქვს შაჰიდები ნაწილებად დაშალოს ან აფეთქება გამოიწვიოს. თუ ირანს კიდევ დარწმუნება სჭირდებოდა, რომ აპაჩი ამ ამოცანისთვის სწორია, უკვე მიიღო დასტური. გამოქვეყნდა კადრები, სადაც აპაჩი ვერტფრენები შაჰიდის დრონებს ანადგურებენ ფრენისას. არაბთა გაერთიანებული საამიროები ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს აპაჩი ვერტმფრენის ხედვა შაჰიდრაზე თავდასხმისას. ვერტფრენის M230-ის ჯაჭვური ქვემეხიდან ერთი ზალპის შემდეგ შაჰიდი ფეთქდება. ეს სწრაფი და ეფექტური ცეცხლის ძალაა, რასაც ვიდეოში არაერთხელ ხედავთ, როცა ირანის დაახლოებით 6 შაჰიდი აპაჩი ვერტმფრენებისა და მათი ჯაჭვური იარაღის მიერ ცაში ნადგურდება. აქ ხედავთ, რომ სხვა ქვეყნებიაც აპაჩი ვერტმფრენებს სწორედ იმ მიზნებისთვის იყენებენ, რისთვისაც აშშ სურს სრუტეში. თუმცა შეიძლება უკვე ეჭვი გქონდეთ პრობლემაზე.
არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ გაზიარებული კადრები იმ ვერტმფრენებიდანაა გადაღებული, რომლებიც მათი ქვეყნის ცაში დაფრინავდნენ. ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომარეობა განსხვავდება. ეს ირანის ცა, სადაც აშერეშო ემზადება ვერტმფრენების გაგზავნისთვის შეუმჩნევლობის გარეშე. ეს ხომ სახიფათო არ არის? დიახ, ასე იქნებოდა. თუმცა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა იმდენადაა დასუსტებული, რომ ვერტმფრენებს, როგორიცაა აპაჩი, შეუძლიათ ფრენა მინიმალური რისკით, რომ მათ მიწიდან საჰაერო თავდაცვის რაკეტები ან ცეცხლის ზალპები დაარტყან. ადრე ვახსენეთ, რომ აშშ-მ შეძლო შეექმნა კონტროლირებადი საჰაერო გარემო, სადაც მის აპაჩებს შეუძლიათ ოპერირება. ეს გარემო ოპერაცია Epic Fury-ს დაწყებიდანვე არსებობს. აშშ-მ და ისრაელმა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დასასუსტებლად რაკეტებისა და ბომბების ზალპი გააშეს, რაც მოიცავდა როგორც რაკეტების გაშვების ადგილებს, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემას. 4 მარტისთვის აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგზეთი აცხადებდა, რომ აშშ-ს ექნება სრული კონტროლი ირანის ცაზე და უპირისპირებელ საჰაერო სივრცეზე. ჰეგზეთმა დრო არ დააკონკრეტა, მაგრამ აღნიშნა, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის ქსელის უმეტესობა უკვე განადგურებული იყო. ოპერაცია ეპიკური რისხვისა და ოპერაცია მბრდღვინავი ლომის მესამე კვირისთვის ალმა-კვლევისა და განათლების ცენტრი იუწყებოდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაახლოებით 85% გამორთულია. ამგვარი წარმატება გზას უხსნის აპაჩის. ამერიკის ვერტმფრენს ახლა თითქმის შეუფერხებლად შეუძლია ფრენა ჰორმუზის სრუტის გარშემო, თუმცა მას მაინც უწევს გათვალისწინება იმ საფრთხისა, რომელსაც ირანის საჰაერო თავდაცვის იზოლირებული ფრაგმენტები წარმოადგენს, რომლებიც განადგურებული ქსელისგან განცალკევდნენ. ამ ფრაგმენტებს შემდგომი ავიადარტყმებით ანადგურებენ, რაც ნიშნავს, რომ ყოველი გასული დღე აპაჩისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს ქმნის თავისი სამუშაო შესასრულებლად. ამიტომ აპაჩი პრაქტიკულად თავისუფალია, რომ ყურადღება მხოლოდ ირანის სწრაფ ნავებსა და დრონებზე გაამახვილოს ჰორმუზის სრუტეში. ან საბრძოლო ვერტმფრენებმა შეიძლება ირანისთვის უფრო დამანგრეველი რამ გამოიწვიონ. დეტალებისთვის დარჩით ვიდეოს ბოლომდე. სანამ ამაზე ვისაუბრებთ, გახსოვდეთ, რომ AH-64 აპაჩი ერთადერთი თვითმფრინავი არ არის, ავი არ არის, რომელსაც აშშ ჰორმუზის სრუტეში აგზავნის. არსებობს კიდევ ერთი, რომელიც აპაჩისთან ერთად აშშ-ს ირანისგან სრუტეზე კონტროლის ჩამორთმევის კიდევ უკეთეს პოზიციაში ატენებს. ეს თვითმფრინავი A10 ვართოგი. ცეცხლის ძალა, რომელსაც აპაჩისთან ავითარებს, საკმარისია, რომ ირანელი სწრაფი ნავის ნებისმიერი ოპერატორი ორჯერ დააფიქროს. მისი GAU-8A 30-მიანი ქვემეხით, ამავე არხის ზოგიერთმა კომენტატორმა იხუმრა, რომ A10 უფრო იარაღია, რომელსაც თვითმფრინავი აქვს მიმაგრებული, ვიდრე თვითმფრინავი, რომელსაც იარაღი აქვს მიმაგრებული. ცნობილია, რომ ეს ქვემეხი ანადგურებს დრონებს და სწრაფნავებს. აქვს AGM-65 Maverick-ის რაკეტები და ზუსტი მართოდი საბრძოლო მასალა, რომლებსაც აშშ გამოიტანებს სახმელეთო სამიზნეებზე, მათ შორის რაკეტების გაშვების ადგილებსა და ჰორმუზის სრუტის პორტებზე. 10 აპაჩის მსგავსად შეუძლია დაბალ სიმაღლეზე ფრენა და წყლის გზაზე სამიზნეები ზუსტად ამოიცნოს და გაანადგუროს, სადაც სამოქალაქო და სამხედრო ძალებიც მოქმედებენ. და ტიტანის ჯავშნის გამო A10-ს შეუძლია გაუძლოს გარკვეულ სახმელეთო ცეცხლს, რაც მას იცავს იმ ირანული საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან, რომლებიც ადრე ვახსენეთ. აქ ჩვენ ხედავთ, რომ აშშ-ში აერთიანებს თავის ორ ძველ საჰაერო რესურსფენოვან მიდგომაში, რაც შესაძლებელი გახდა იმ კონტროლის წყალობით, რომელიც ამერიკამ ახლა ირანის საჰაერო სივრცეზე მოიპოვა. ახლა ალბათ ვნახავთ აპაჩის ვერტმფრენებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში პატრულირებენ და დრონებსა და სწრაფნავებს ანადგურებენ. A10-ები იგივე ფუნქციას შეასრულებენ და საჭიროების შემთხვევაში ნამდვილად გააკეთებენ ამას, მაგრამ ისინი სავარაუდოდ კონცენტრირდებიან სანაპირო ზოლზე, სადაც შეუძლიათ დაარტყან რაკეტების გაშვების წერტილებსა და პორტებს. ეს ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეში მუდმივი საჰაერო საფრთხე იქმნება, რაც ირანის ასიმეტრიულ ტაქტიკებს ან წყლის გზაზე გაცილებით რთულსა და სახიფათოს ხდის. და კიდევ რაღაც არის. ჩვენ ადრე ვთქვით, რომ ჰორმუზის სრუტეში განლაგებული აპაჩები შესაძლოა უფრო დიდ ოპერაციას ამზადებენ, ვიდრე ახლა აკეთებენ. ეს შეიძლება იყოს აშშ-ის სახმელეთო ძალების გამოჩენა, რომლის შესახებაც ბევრი ვარაუდობს, რომ ირანისკენ კარგის კუნძულის დასაკავებლად მიემართება. ამჟამად მე-11 საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური დანაყოფი ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება. ეს 2200 ამერიკელ საზღვაო ქვეითთა დანაყოფი სან-დიეგოდან 18 მარტს გავიდა და მიყვება 31 საზღვაო ქვეითთა ექსპედიციურ დანაყოფს, რომელიც ირანისკენ ინდოწყნარი ოკეანიდან ერთი კვირით ადრე გაემგზავრა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აშშ ირანის მიმართულებით 4000-ზე მეტ საზღვაო ქვეითს აგზავნის და ჭორები დადის, რომ ისინი მოძრაობენ იმ დროს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განხილავს კარგის კუნძულზე სახმელეთო შეტევის შესაძლებლობას. ამაზე ახლა არ ვისაუბრებთ. ეს სხვა ვიდეოს თემაა. მაგრამ თუ ასეთი ტიპის შეტევა არის გეგმა, კიდევ უფრო გასაგები ხდება, რატომ მოქმედებენ ახლა აპაჩის ვერტმფრენები ჰორმუზის სრუტეში. იმის გასაგებად რატომ ხდება ასე, მხოლოდ ამერიკის წარსულ კონფლიქტებს უნდა გადავხედოთ ერაყსა და ავღანეთში. ორივე შემთხვევაში აშშ-მ გამოიყენეს აპაჩის ვერტმფრენები და ვართოგის თვითმფრინავები სახმელეთო ძალების დასახმარებლად კამპანიების დასაწყისში. ამ თვითმფრინავებს შეეძლოთ მტრის პოზიციების ჩახშობაც, რაც გადამწყვეტია მაგალითად ირანში კარგის კუნძულის გარშემო რაკეტების პოზიციების განადგურებისას.
ერაყში აპაჩის ვერტმფრენები ღრმა შეტევებისთვის გამოიყენებოდა ერაყის ჯავშნოსანი დანაყოფების წინააღმდეგ, სახმელეთო ძალების წინსვლამდე. კარგის კუნძულზე ასეთ რამეს ვიხილავთ. აშშ-მ კუნძულის სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა, ნავთობის ობიექტები კი არ დაუზიანებია. თუ თავდაპირველი მიზანი იყო, რომ აშშ-ს დაეკავებინა ნავთობის ტერმინალი და სხვა ინფრასტრუქტურა კარგის კუნძულზე, რათა ირანს დაკარგვის შემთხვევაში ეკონომიკური სიცოცხლის უნარიანობა არ ქონდეს აშშ-სთან ომში, დაველოდოთ რა მოხდება კარგის კუნძულზე. ჰორმუზის სრუტეზე აპაჩები ირანის რეჟიმისთვის სერიოზული პრობლემაა, თუნდაც სახმელეთო ჯარები არ გამოჩნდნენ. სწრაფი ნავები და დრონები, რომლებსაც ირანი ღემიღენებს კონტროლისთვის, ახლა ცეცხლის ხაზში არიან. ყოველი M230 ჯაჭვური ქვემეხის გრუხუნი კი შეხსენება იქნება, რომ აშშ-ს შეუძლია გამოსავალი მოუძებნოს ყველა პრობლემას, რომლის შექმნასაც ირანი ცდილობს. რაც შეეხება A10-ების განთავსებას სრუტეში, ჩვენ გამოვაქვეყნეთ დეტალური ანალიზი, თუ რატომ არის ეს თვითმფრინავები ასეთი მნიშვნელოვანი და როგორ იყენებს მათ აშშ-ში ახლა, როცა ისინი ირანში არიან. შეხედეთ იმ ვიდეოს, თუ გსურთ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ არ არის ეს თვითმფრინავი, რომელსაც ზოგიერთმა მოძველებულად მიიჩნია, სინამდვილეში მოძველებული. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი Operation Epic Fury-ს გაშუქება. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.